ცინიკური უწოდა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დიმიტრი მედვედევის განცხადებას 2008 წელს ომის დაწყების მიზეზებზე. Ამ განცხადების კომენტირება პრეს-სპიკერის ბრიფინგის მთავარი თემა იყო. მანანა მანჯგალაძემ ასევე 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის და გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა. დღეს ქუთაისის მთავრობის სახლში პირველი სხდომა გაიმართება და საფუძველი ჩაეყრება ახალი აეროპორტის მშენებლობას, ხვალ კი თბილისში განახლებული აღმაშენებლის გამზირი გაიხსნება და სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. Კიდევ ერთხელ გაცხადდა ცინიკური ფორმით მიზეზები სამხედრო აგრესიისა საქართველოს წინააღმდეგ. Კიდევ ერთი ნიშანი საერთაშორისო თანამეგობრებისადმი იმისა, როგორი აგრესიული მიზნები ამოძრავებს რუსეთის დღევანდელ რეჟიმს. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. Ამ აგრესიული რიტორიკის მიღმა იმალება თუგნებად მურიგი დაცინვას რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ნორმების, საერთაშორისოდ მიღებული წესების მიმართ. Წუხა რომ ეს არის რეალური სახე იმ რეჟიმისა, რომელიც დღეს მართავს რუსეთს. Ფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება თუგნებად იმისა, რაც ფიქრობ ბევრი ჩვენთაგანისთვის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრებისთვის ცნობილი იყო იმის თაობაზე, თუ ვინ და რატომ დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ომი.